ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰას შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს გრძელვადიანი. რუტემ ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რათა დასრულდეს, როგორც თავად ამბობს, ეს გლობალური კონფლიქტი. მან დასძინა, რომ ამ ომის შედეგი განსაზღვრავს ასევე სხვა ქვეყნების მომავალს. საბოლოო ჯამში არსებობს აუდიტორია, რომელიც განსჯის ამ ომის შედეგს. ერთ-ერთი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი სი ძინპინი იქნება, რომელიც ყურადღებით აკვირდება თუ ვინ გაიმარჯვებს, რუსეთი თუ დასავლეთი. ეს კი მას მისცემს საშუალებას განსაზღვროს შემდეგი ნაბიჯები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რაშიც ეჭვი არ მეპარება. სიბიჰამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის ქვეყანას მშვიდობა სურს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო, რათა დასთანხმდეს სამშვიდობო შეთანხმება და დაასრულოს სისხლისღვრა. რუსეთი სერიოზულად უნდა მოეკიდოს მშვიდობას, ამისთვის უნდა გაიზარდოს მოსკოვზე ზეწოლა. ახლა დიპლომატიის, მაგრამ ასევე ზეწოლისა და შეკავების დროა. სანამ მედიის ყურადღება გლობალურ სავაჭრო ომებზეა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში რეალური სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. რუსეთი ევროპისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება. სიბიჰა ამბობს, რომ კიევი დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას ცეცხლის სრული და უპირობოს შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს წინადადება პუტინს არ მიუღია. უკრაინელი დიპლომატი გეგმავს ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა განიხილონ გზები ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად.